2025 წლის ეროვნული გამოცდები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრი კივი მექანაძე ქუთაისის მე-17 და ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლებში გახსნილ საგამოცდო ცენტრებს ეწვია და საგამოცდო პროცესს ადგილზე გაეცნო. დღეს 15 ივლისს აბიტურიენტებისთვის გეოგრაფიის გამოცდა ჩატარდა. გამოცდები ასევე ტარდება მასწავლებლების და მასწავლებლობის მსურველთათვისაც. შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო. მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს წელს. გამოცდებზე 80,000-მდე გამოსაცდელია რეგისტრირებული. დღეს გამოცდები ჩატარდა აბიტურიენტებისთვის გეოგრაფიაში, ხოლო ხვალ გამოცდები გაგრძელდება სამოქალაქო განათლებაში. ასევე ჩატარდა მასწავლებლებისა და მასწავლებლების მსურველთათვის გამოცდები და ასევე გაგრძელდება ეს გამოცდები შემდგომ დღეებში. ჩვენ ნახეთ, რომ პროცესი მიმდინარეობს დინამიურად, სრული სტანდარტების დაცვით, ყველა ჩართული მხარე აბსოლუტურად მობილიზებულია და უზრუნველყოფილი არის ის მნიშვნელოვანი გარემო, რომელიც საჭიროა მშვიდ გარემოს კონტექსტში საგამოცდო პროცესის წარმართვისთვის, იმისთვის, რომ თითოეულ გამოცდაზე მისულ ადამიანს იქნება ეს აბიტურიენტი თუ პედაგოგი ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ თავისი პოტენციალი მაქსიმალურად გამოავლინოს. ვთქვით, რომ თითოეული გამოცდაზე მისული აბიტურიენტი და პედაგოგი წავახალისოთ, გავამხნევოთ, ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მათ გულშემატკივრობთ, იმიტომ რომ მათი წარმატება თითოეული ჩვენთაგანის და ჩვენი ქვეყნის წარმატება.